ნახოთ რა სურათი გვაქვს გლობალურ ბაზრებზე, საკმაოდ რთული ტენდენციებია გლობალურ ბაზრებზე, როგორც ნავთობის, ასევე გაზის მიმართულებით და ბირჟებზეც არანაკლებ ქაოტური და ქაოსური მდგომარეობა. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენი საუბრის დასაწყისში. TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია გვერდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მაშასე დავიწყოთ რეალურად გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ რთული სურათი ბოლო დღეების განმავლობაში. ერთმანეთის მიყოლებით დაცემული ინდექსები, აღარაფერს ნავთობისა და გაზის ფასის მკვეთრ მატებაზე, ბოლო დღეების განმავლობაში ხორბლის ფასმაც მოიმატა ბირჟებზე. რა ხდება გლობალურ ბაზრებზე? მე აუცილებლად გითხავთ ჩვენი საუბრის ბოლოს საქართველოზე გავლენის შესახებას, თუმცა თავდაპირველად გლობალურ ბაზრებსა და ბირჟებზე არსებული ტენდენციების მიმოხილვით მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მართლაც სამწუხარო მონეტა სამწუხარო განვითარებას აქვს ადგილი. თქვენ რაც აღნიშნეთ საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ნავთობის თემაზე დავამატებდი, თუ შეიძლება პოზიტივზე საუბარი ამ შექმნილ ვითარებაში, ის არის რომ მოლოდინი, ანუ ძირითადი ასე ვთქვათ საბაზრო სცენარი, რაც ბაზრებზე განიხილება, მოლოდინი არის იმისი, რომ მაინც ეს კონფლიქტი ყოველ შემთხვევაში ასეთი მწვავე ფორმით მალე დასრულდება. რას ნიშნავს მალე რთული სათქმელია, მაგრამ შეიძლება დაახლოებით ერთვიან პერიოდზე საუბარი. ახლა საიდან ჩანს ეს? ხო, ბატონო, რა გაძლევთ, ბუნებრივია თქვენ ეყრდნობით ახლა დასავლური საერთაშორისო ანალიტიკური გამოცემების მოსაზრებებს ამ მიმართულებით, ვინც გლობალურ ჭრილში განიხილავენ ამ პროცესებს, რა აძლევს დაუშვათ თქვენს კოლეგებს დასავლეთში ამ ტიპის დასკვნების გაკეთების საშუალებას, ბუნებრივია საფონდო ბაზრებსა და ბირჟებზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე? დიახ, პირველ რიგში ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, რბილად რო ვთქვათ, ბაზრების პროგნოზები ხშირად არ მართლდება, ხო, და არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა თქვენ შეკითხვას რო უპასუხო, იგივე ნავთობის ფასები ამ შემთხვევაში კარგი ინდიკატორი და კონკრეტულად რაც გულისხმობ, მართალია მიმდინარე პერიოდში გაიზარდა ნავთობის ფასები, თუმცა პროგნოზი ნავთობის ფასების მაგალითად ზაფხულის პერიოდში ხა ძალიან სწრაფად იცვლება ეს ყველაფერი, მაგრამ დაახლოებით იგივეა, რაც იყო მაგალითად თებერვლის დასაწყისში პროგნოზი, ხო, ანუ ეს ნიშნავს რომ ანუ რო იყოს ეს ვთქვათ ძირითადი მოლოდინი რომ ესკალაცია მაგალითად გაგრძელდება მთელი წელი, ბუნებრივია პროგნოზი განსხვავებული იქნება, ხო? ანუ ეს არის ისევ და ისევ ყველაზე მაღალ ალბათური სცენარი, ხო? თუმცა ყველაზე მაღალ ალბათური სცენარი არ ნიშნავს 50%-ზე მეტ ალბათობას, შეიძლება 50% თქვა დაახლოებით და არის რა თქმა უნდა სხვა სცენარები. კი ბატონო, რაც შეეხება დავუშვათ იგივე ბირჟების ნაწილს, აქ საკმაოდ ქაოტური სურათი იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, განსაკუთრებით აზიური ინდექსები ეცემოდა ერთმანეთის მიყოლებით, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დავუშვათ იგივე საუდის არაბეთმა საკუთარი გახსნისთანავე დაიხურა ბირჟები და შემდგომ, ანუ ეს პროცესები თან განსაკუთრებით ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ცნობილი იყო საკუთარი ფინანსური სტაბილურობით და რეალურად ეს იყო ამ ქვეყნების და ამ ქალაქების, მათ შორის იგივე დუბაი მაქვს ხოდოლობაში მიმზიდველობის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო? აი ამ პროცესების შეფასებაც მინდა გთხოვოთ, რა გავლენა შეიძლება რა გავლენა აქვს უკვე დანარჩენ მსოფლიოზე გლობალურად აი ამ პროცესებს? რასაკვირველია, ეს ამ რეგიონის ბიზნეს მოდელია, საყოველთაოდ ცნობილია და არაერთი ძალისხმევა და არაერთი მილიარდი ჩაიდო ამაში და ხაბუნებრივია ამ ბიზნეს მოდელს ეს ყველაფერი ანგრევს, რა თქმა უნდა ამას საუბარი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოვლენები, თუმცა ზიანი უკვე სახეზეა, ხო? ანუ ზიანი უკვე სახეზეა, იგივე გასაგებია, რომ დუბაი აღარ იქნება არასდროს სახმული ისეთი უსაფრთხოდ, როგორც ადრე იყო. ახლა საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენთვის რელევანტური კიდევ ერთ საკითხს დავამატებდი, რაც არის ევრო-დოლარის კურსი, ხო? კი ბატონო, სახეზე გვაქვს დოლარის გამყარების ნიშნები ბოლო დღეების განმავლობაში. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ისტორიული პერიოდებისგან განსხვავებით, ანუ დოლარი, როდესაც კრიზისების დროს ყოველთვის ყარდებოდა, დღესაც ასეა, თუმცა ძალიან მცირედი გამყარდა, ანუ გამყარების მასშტაბი არის ძალიან მცირედი. ხა რატოა ეს რელევანტური? თქვენც ჩვენ მათ შორის თქვენთან ერთად ვცდილობთ ვიაქტიუროთ ოპტიმალური სავალო დაფინანსების სტრუქტურის მიმართულებით, ანუ უფრო მარტივად ვთქვათ, ჩვენმა ბიზნესმა რაში უნდა
ისე ხოს ფული რა ვალუტებში თქვენც რომ ჩვენ არასდროს არ ვუჩევთ ერთ ვალუტაში ისესხებას ისე როგორც ეს რელევანტურია დანაზოგების კუთხით ჩვენ არასდროს არ ვუჩევთ ერთ ვალუტაში დაზოგვას ხომ და სესხების კუთხით ეს რატოა მნიშვნელოვანი ისტორიულად ბევრი სხვა არგუმენტია მაგრამ ის რომ დოლარი მყარდებოდა ცუდ დროს ხომ ეს სესხების კუთხით დოლარს ქვიდან ნაკლებად მომხიბლავს რატო იმიტომ რომ ცუდი დრო არის ის პერიოდი როცა მაგალითად კომპანიას გაყიდვები უმცირდება და ამ დროს ვალი ეზრდება ხომ ანუ მე მაინც ვიტყოდი რომ ეს სამწუხარო განვითარება მართალია დოლარი ცირად გამყარდა მაგრამ იმის ნიშანია რომ რასაც ჩვენ ბოლო 1 წელია უყურებთ რომ დოლარი ნელ-ნელა კარგავს სარეზერვო ვალუტის სტატუსს და მას ძირითადად ხედავთ რომ ოქრო ანაცვლებს ხო კი ბატონო რა არის ამისოთ ერთი არგუმენტი ძალიან მოკლედ ვიტყვი ანუ ზოგადად ამ ფენომენის რაც არის რომ კრიზისების დროს რომ ყარდება ვალუტა ამ ფენომენის გარდა დოლარი ისედაც უნდა გამყარებულიყო ევროს მიმართ იმიტომ რომ ბევრი მიზეზით ეს შოკი ევროზონას უფრო ურტყამს ვიდრე ამერიკას კი ბატონო და ჩვენი საუბრის ბოლოს რა თქმა უნდა რადგან დოლარს და დავშეთ ევროს შევეხეთ და იმ სურათს რომელიც დღეს არის სავალუტო საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შემთხვევაშიც ლარი მცირედით მაგრამ მაინც გაუფასურების ტრენდს აჩვენებდა ეს არ არის ის სურათი დაუშვათ რომელიც ჰქონდა თუნდაც იგივე რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში მაშინ ლარი მკვეთრად იყო გაუფასურებული ეხა არ გვაქვს ეს მდგომარეობა და ბევრად ნაკლებად მტკივნეული სურათი გვაქვს თუმცა მაინც ბუნებრივია მაყურებლისთვის საინტერესოა რა ფაქტორებმა განაპირობა ეს არის ერთგვარი მოლოდინებით ნაკარნახევი თუ დაუშვათ და ამ აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ დასტაბილურება მოხდება თუნდაც ამ ნიშნულზე რაზეც ახლა არის თუ დაუშვათ ამ ნაწილშიც გარკვეულწილად გლობალური ფაქტორები იქონიებს გავლენას დიახ რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის მოლოდინები და ინდიკატორებზე რო ვისაუბროთ ანუ ჩვენი წინასწარი შეფასებით თებერვლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკმა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი შეისყიდა დაახლოებით წინასწარი მონაცემებით სავალუტო ბაზარზე ანუ ეს რას ნიშნავს რომ დოლარის ევროს მოდი თქვათ მაგრამ დოლარის ანუ ვალუტის მიწოდება 400 მილიონი დოლარით უფრო ჭარბი იყო დაახლოებით ვიდრე ვალუტაზე მოთხოვნა ხო ახლა დამეთანხმებით რომ და ჩვენ თუ დღეებს შევხედავთ ანუ ეს არ იყო ისე რომ მაგალითად ერთი შესყიდვა იყო ანუ ბოლო დღეებშიც არის 26-27-ის ჩათვლით დაახლოებით ჩვენ რას უყურებთ ოპერატიულ ინდიკატორებს ეს ინტერვენციები ხორციელდებოდა ხო რას დამეთანხმებით ახლა 400 მილიონიდან უცბად დანაკლისში ვერ გადაიზრდებოდა ეს ხო რაც არ უნდა ფრენები იყოს ჩაკეტილი ამიტომ რა თქმა უნდა მოლოდინების ფაქტორია ეგრეთ წოდებული კონვერტაციების თემა ანუ გადახურდებები რასაც ვეძახეთ ჩვენ ხომ რაც 2020 წელს ვიხილეთ როდესაც ასეთი სენტიმენტების შოკია და გასაგებია ხო გასაგები მიზეზების გამო. თუმცა დღეს ერთგვარად დასტაბილურება შეინიშნებოდა, ანუ თუ გუშინ იყო მკვეთრი ზრდა, დაუშვათ იგივე ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს უკვე თითქოს უკან წამოვიდა და აღარ იყო ესეთი მკვეთრი ნიშნები გაუფასურების. კი ბატონო, დღეს უფრო დასტაბილურდა ისე როგორც თქვენ მართალი ძანდებით, ანუ ცვლილება მცირე იყო, ახლა რამდენიმე თეთრიც შეიძლება არის მნიშვნელოვანი ბოდიში მოხდით ჩვენი ბიზნესისთვის მოსახლეობის, მაგრამ მაინც მცირედია ეს, ასევე გააჩნია რომელ ვალუტას შევხედავთ, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ევროსთან პრაქტიკულად უცვლელია და კარგად გამყარებაც შეიძლება იყო, იქ გააჩნია რომელ პერიოდიდან დავითვლით. თლიანობაში ჩვენი შეფასება, რაც ასე იგი ორშაბათსვე ჩვენ გამოვაქვეყნეთ იცით პუბლიკაცია და აუცილებლად გვექნება პერიოდული პუბლიკაციები, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე მაკროეკონომიკაზე და სექტორულზე აუცილებლად ჩვენი კვლევების გუნდიდან ჩვენი შეფასებით ჯერჯერობით ეკონომიკურ ზრდაზე იქნება აუცილებლად უარყოფითი ეფექტი, ჩვენ ასე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა დიდი კითხვაა მიგრაციის თემა, იმიტომ რომ თქვენ რუსეთის სამწუხარო უკრაინაში ტრაიკული მოვლენების დაწყება ახსენეთ და მაშინ მოდი თქვათ რომ არავინ თუ არა ბევრი არ ფიქრობდა რომ ამას პირიქით დადებით ზეგავლენა ექნებოდა ხო ხა ძალიან რთული სათქმელია აქ როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ თუ რაც სოფლიო ბაზრებზე განიხილება ეს არის საბაზო სცენარი ანუ თუ ეს ორთქოში ასეთი ესკალაცია შედარებით სწრაფად დასრულდა მაგალითად უძრავი ეკონომიკის ბაზარზე ვფიქრობ რომ გაიზრდება მოთხოვნა იმ გაგებით რომ ხა შარშან მაგალითად ჩვენთან ისრაელის მოქალაქეებმა უფრო მეტი ბინა იყიდეს ვიდრე იგივე რუსეთის მოქალაქეებმა. ხო, ანუ თლიანობაში ჩვენ შეფასება ზრდაზე მცირედით უარყოფითია მაინც წელს
და ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, რაც გვაქვს ორჩეულო პუბლიკაციაში, უფრო ნეიტრალური ამ და ბევრი სხვა მიზეზების გამო, მათ შორის ინფლაციის გამო, თუ რამდენიმე თეთრს, თქვა, დოლართან და ევროსთან უცვლელობას ჩავთვლით ნეიტრალურად, აი დაახლოებით აქ ვართ სადღეის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ოთარ ნადარაია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.